რა იყო AGV შარკი, ნოლანი რა არის? ახალი მაღაზიაც ხარ გესიამოვნება ცოტა. მოგესალმებით მეგობრებო, პირველი ქართული ოტოგეო სუპერსკინი ვარ, რა თქმა უნდა მივიდივართ რბოლაში სხვაგან საწავალთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ საჩუქარი უნდა ავიღო ფიურიგანისგან. იცი რაზე ვფიქრობდი? აი ზოგჯერ წერთ ხოლმე, რომ თქვათ აი ეს ვიყიდო თუ ის ვიყიდო, რა ჯობია. აი ესეთი ფრაზა ძალიან ხშირად ფიგურირებს ხოლმე, რომ აი ამ ხელა ფულს ვიხდი და აი რო ეკითხები ხოლმე, რომ აი რა მოდელი ნახე? ნუ აი $300 აწერია. აი განცდა გვაქვს ხოლმე, ხა მარტო სხვაზე არ მინდა რო თქვა, მეც ეგ სექტა ვარ, რომ და ვერც გაგვამტყუნა ამ საქართველო არა. ანუ მოკლედ ბევრი რა ვილაპარაკო იმის მინდა რომ იმის გამო რომ ეკონომიკურად ღარიბი ქვეყანა ვართ, როგორ ვიჩაგრებით, როგორც მომხმარებელი. აი ჩაფხუტი ავიღოთ მაგალითად რა, რომელიც ღირს სიტყვაზე ვთქვათ $500 რა. აი წარმოიდგინეთ ჩვენი ფულით 1500 ფულია და იქ ვიღაცა იტალიაშივე რო იწარმოება, არც დამატებით ღირებულებას, მოკლედ ის ხო ტრანსპორტირებას არაფერს ხო არ იხდის. რამდენად მარტივი არის, რომ აი ის ფუფუნება შეუქმნა საკუთარ თავს, რომ რაც მოგინდება, წახვიდე და იყიდო. ამ ვიდეოს მერე ზუსტად გეცოდინებათ, რაზე ღირს ფულის დახარჯვა, რაზე არ ღირს ფულის დახარჯვა, რომ არ მოტყუდეთ და რაღაც ზიზილპიპილოებში არ გადაყაროთ თანხა და მერე არ გეგონოთ, რომ აი ძმაო, всё გადახტილია, აწი შემიძლია დავინტრე და ყველაფერი კარგადაა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეგრეც არა, როგორც რეკლამებში გვიყვებიან და სინამდვილეში როგორ არის, ეგიც იმ ადამიანმა, ვისაც თავად გამოუცდია და ეგეთი ადამიანი ვარ მე, იმიტომ რომ რა ვიცი, მეორე, მესამე წელია უკვე ხმარობ ფიურიგანის ამ პროდუქტებს. და ესეც ულამაზესი. ადგილად მშვიდობაში რა ვიცი, კიდე კაი რაღაცების მომელოცოს რა. აიდე არა, უდემეს ვაჩვენო, დემეს. წერჩები რა. ერთი ხელში დაიჭირე რა კაექსი. ჩემი სოკოსნი ბიჭო. და არის ევრე? აუ რა, ამ სუბუქია. მეც დავითრევ რა. მეც მოგადგებით ამაცე რა. იყო გამარჯობა. 316. აი მეგობრებო, ჩემი პირველი ჩაფხუტი გამოიყურებოდა ესე. ვიდეოში იქნები, წინააღმდეგი ხო არ ხარ? შვენიერი. ჩაფხუტის და ეს ხოთეთმანები. ვა, მოკლედ. აი პატარა სექტა ვართ აქ რა. კაი, ახლა ჩემი საჩუქარი სად რა შვება და სად არის? რაზე ვარ, აბა მართლა AGV-ს არ მჩუქნით და. ანგულად როგორ არის, დიდი მადლობა რომ ფიურიგანს რომ მადლობა გადაუხადო. ჰა? Gracias. არა ბიჭო, ეგ ესპანურია. ამას მკერდის დაცვაც აქვს და ზურგის და უნდა მიდებული კონდეს რა. მე მგონი ეგ არის. ხელთათმანი მოუხდება ამაზლია. კაია, საჩუქრები მიყვარს. ბიჭო, პროცესს სუპერსკინი აღარ უხდება ეხლა. ხო, სუპერჯექტ ვიქნები კი. სუპერსკინი აღარ ვიქნები. ზოგიერთ მოდელს აქვს მარტო ერთი გარე ნიჟარა და შიგნით გუბკის რაოდენობით და რბილობის რაოდენობით არის დარეგულირებული რა ზომა იყოს. და აი ძალიან კაი მოდელები რა, არის ხოლმე S იზომა გარე ნიჟარა აქვს, M იზომა გარე ნიჟარა აქვს. მარა ლამაზია, ფორმა ძალიან კაი აქვს რა. უბრალოდ ვერაფერს ვერ ხედავ. სუბუქი არის. კაექსის მერე ძალიან დიდი ბოდიში ნოლანს, მარა ეს უკვე აღარ ჩანს ისეთი კაი, არც ისე სუბუქად იგრძნობა თავზე, ნუ ამაზე ინტერკომი საწყობილი არის, მიკროფონი ამაგრია, შიგნით ეგეც შენი რამდენი გრამი 30 გრამი ალბათ, არ ვიცი. GoPro ამაგრია თავის მაუნტით, შიდა სათვალეც აქვს იმისგან განსხვავებით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მოკლედ აი ცადადე დამიწარა. შარკი ან AGV, მე მგონი შემდეგი ეტაპი ეგაა. ნუ თუ ნოლანი იქნება X804 რა. ერთმანეთს შევადაროთ 3 წელს ზედა დაცვის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა ფიურიგანს, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა ბოლას. რამდენიღაცა ლარი გიჭირავს ხელში და ფიქრობ რომ რომელი ჯობია რომ ვიყიდო, იმიტომ რომ ნუ სამივე ძალიან იშვიათობაა რომ ვინმეს კონდეს. მეც პირდაპირ გეტყვით რომ ესეთი რო არ ეჩუქნათ და ახლა ეს მაჩუქეს თვითონ ფიურიგანმა. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩემით ალბათ სამკურთუქს არ ვიყიდი რა. შევხედოთ რა სხვაობებია, რომელი რისთვის გამოიყენება და ასე შემდეგ. პირველში დავიწყოთ იმისგან, რაც მაცვია მე. ეს არის დაცვის ყველაზე დაბალი სტანდარტი მოსრიალებისას ხეხვისგან დაცვის პარამეტრით. როგორც ხედავთ, ბადეა, ეს ბადე რო გასრიალდებით, დაიწყებს ეგრევე ხეხვას. პირველ ალბათ 1 მეტრში ეს გაქრება და დაინ დაიწყებს ხეხვას. მაგრამ ამის მთელი მუღამი ეგ არის, რომ ზაფხულში რო არ გინდა რომ სქერი რაღაც ჩაიცვა, მაისური სიარულს რა თქმა უნდა ბევრად ჯობია. და პლუს როგორც ხედავთ, საკმაოდ ათლეტურად დაშენს ადამიანს და ეს ერთადერთი დაცვაა, რომელსაც მოყვება ბაზურგე, რომელიც გამოიყურება ესე, level 2 დაცვა, D300, რომელიც ძალიან მიყვარს და მკერდის დაცვა, რომელიც ასევე არის უიშვიათესი გამონაკლისი, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მინახავს, რომ რომელიმე ქურთუქს მკერდის დაცვა მოყვებოდეს. გვაქვს ესე იგი მკერდის level 1, გვაქვს ზურგის level 2, ხრები და იდაყვები არის level 1 დაცვა, ყველა დაცვა რაც ამაჟდებს არის D300 დაცვა. ძალიან კაი ვერსია, თუ გინდა რომ ზაფხულში და ზამთარში ხმარო, იმიტომ რომ ზაფხულში უბრალოდ ესეივლი, რასაც გინდა ამის ზევიდან ჩაიცვა, იმისთვის რომ თბილად იყო და შეჯახებისგან მიღებული ზიანი რაც უნდა იყოს, ავარიის შემთხვევაში ღმერთ ჯვარი წერიათ ყველას, უფრო კარგად ვიდრე აი ეს ორი ვერსია. მეორე ვარიანტი, ფიურიგანის Atom Venti Divo,
რომელიც ასევე მაქვს და ხმარო არ ვიცი, მე მგონი უკვე მესამე სეზონი არის. ძალიან კაი ქურთუკი, აი სუპერ კმაყოფილი ვარ. ფაქტიურად ესეც ბადეა, იმიტომ რომ ეს განათებაზე რო გახედოთ, ესეც ბადესავითაა. თუმცა რა თქმა უნდა, ამას ბევრად უფრო მეტი მატერია აქვს იმისთვის, რომ მოსრიალდებით, სანამ თქვენი კანი დაიწყებს ხეხვას, მანამდე რომ თავის თავზე აიღოს აი სრიალის დროს მიღებული აი ხახუნი, დაცვები მხრებში და იდაყვებში level 1 დაცვა, D3-ო რა თქმა უნდა, საზურგი არ მოყვება. არც ერთ ქურთუკს, არც ერთი ბრენდისა სამწუხაროდ არ მოყვება ხოლმე საზურგეებიდან, მხოლოდ body armor-ებს მოყვება და ამ შემთხვევაში ამას მკერდის დაცვაც მოყვება. მე მგონი ყველაზე ეფი ვარიანტი ეს არის, რაც რა თქმა უნდა პლუსი არის თუ ყიდვას ფიქრობ, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ გინდა რომ მინიმალური დანახარჯით მიიღო მაქსიმალური დაცვა. მაგ მხრივ თუ შევაფასებთ, ალბათ ეს ჩემპიონია, იმიტომ რომ ყიდულობა მას ერთხელ და რავი, ზამთარში შეგიძლია ამაზეც გადაიცვა ზევიდან, რამე თუ ესეთი არ გაქვს. მე მაგალითად ზამთარში ძალიან ხშირად მივლია, კოჯორშიო დავდიოდი სკუტერით და ასე შემდეგ. ეს მეცვა ხოლმე და ზევიდან ჩვეულებრივი ზამთრის ქურთუკი, რომელიც წყალს და არაფერს არ ატარებდა და შვენივრად ვიხმარ. და მესამე ვარიანტი, რომელიც ასევე მაქვს, რომელზეც ძალიან ბევრი შემილია ვილაპარაკო, სლაიდერები მხრებზე, იდაყვებზე, მხრებში და იდაყვებში სტანდარტულად დევს D3-ოს level 1 დაცვა. საზურგი ამას არ მოყვება, მაგრამ რა თქმა უნდა ჯიბე აქვს, არის ტყავი და ერთი საინტერესო ნიუანსი, ფიურიგანის 60 და კვირდით ეს 3 ზოლი. ეს 3 ზოლი არის ჯინსებზე შეხვდებათ, მოტოეკიპირები ადებენ ნიშანს იმისთვის, რომ მარტივი გარჩევადი იყოს. არსებობს 1A, 2A და 3A სტანდარტი, ეს არის არა დარტყმის დროს მიღებული ზიანის დაძლევა, რასაც D3 შვება, არამედ ხეხვის დროს მიღებული აი ამ ხახუნის დაძლევა. ამ შემთხვევაში 3 ზოლი ზუსტად მაგას ნიშნავს, 3A-ს მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ქურთუკით რომ მოსრიალდები, თუ რამემ შეიძლება რომ იდეალურად დაგიცვას, აი ეს ქურთუკი არის ეგ. ამიტომ არის ეს ქურთუკი როგორც ყველაზე ძვირი, ამის ფასაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ეს ქურთუკი რა თქმა უნდა არის ტრეკისთვის და ქალაქში შეგიძლიათ იხმაროთ, თუმცა ზაფხულში მე პირადად ძალიან მიჭირს ხოლმე ამის დარება, იმიტომ რომ ძალიან ცხელი არის. აგვისტოში, ივლისში ნაადრევ შემოდგომაზე ფაქტიურად შეუძლებელი არის ტარება თუ შუა დღეს გინდა გარეთ გამოსვლა. აგვისტო დაივიც. თუ ქალაქიდან გავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა იქ გრილა და თანჩქარა დადიხარ სულ და არ ჩერდები და შუქნიშანზე ამით რო დგები, აი პირველივე წამს ეგრევე ოფლიანობ რა. სამივე რა თქმა უნდა არის გამოყენებადი airbag-თან, ყველაზე მაგარი მოდელი, ყველაზე მეტი დაცვა, რა თქმა უნდა, ამათთან შედარებით ბევრად უფრო ძვირი და შედარებით ნაკლებად კომფორტული. იდეალური ფასის თანაბარდობა ხარისხთან და იმასთან, რასაც ღებულობ, რა პაკეტსაც ღებულობ, გინდა დაცვისას და გინდა კომფორტისას და შედარებით უფრო ძვირი, ანუ საშუალო ამ შემთხვევაში ამ სამ მოდელს შორის ფასი, ყველაზე მეტი დაცვა დარტყმისგან, ყველაზე ნაკლები დაცვა გასრიალებისას. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ მოტოქურთუკი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია რამეში გამოგადგებათ. დიდი მადლობა Fury-განს. ესეც ნოლანი არის. აჰა, ნოლანი, აქეთ ნოლანი, რა ხდება? ყველას აქ ნოლანი, რანაირი შეკრება არის ეს? დაგეგმილი ხო არის, დაგუგლული ხო არ მოვედი? ულამაზესი. X 400, აქეთ ZX-ები, იქით Z900. ეს არის მე-9 თაობა, ეს არის მე-10 თაობა და უნდა გადავждე, გადმოვждე და გავტესტოთ. საბურავი რა გაქვს? რამე ხო არ გიყენია სხვა, თუ სტოკია სუნთლიანი? არის მარტო ტელეფონი არის სხვა. სუნწვანე რო არა უხდება რა. ისე პავაროტონიკი ციმციმა ქახნული ეგა არა არის ქახნული, არ არის. ცალსახად არ არის ქახნული. ეგ კიდე შუშა მინდა, ეგეთი შუში ჩამოვიდა? აი ნახე როგორი. პიუიგია ხო, პიუიგია. ძალიან კაია. უღრმესი მადლობა და შევხვდებით, გადავიღებთ ალბათ ჩემი და შენ მოტოს შევადარებთ ერთმანეთს რა. მე მგონი საინტერესო იქნება, დაწერეთ უეჭველი კომენტარებში თუ გინდათ მე-9 თაობა და მე-10 თაობა ZX 6R. ცოტა დავდგებით რა. შენი სეტინგებით როგორ დადიხარ ყველაფერი ასზე? ხო რა, ფული და ერთი ტრეკშენს არ ვთიშ. აი მე ეგ რა ჯადო არის. არ ვიცი ვილი რა. ძმაკაცი აკეთებს ვილის და ჩემ ბაიკი ტრეკშენი. რამდენად აკეთებს? ვილო გააკეთა რაღაც გრადუსზე, მაღლა არ გაუშვა რა. ვისაც ვილი ავასება, ტრეკშენერზეც ხوش წამოაწევინებს, მაგრამ იმ კუთხეს დაიჭერს, აი ისე არ წაყირავდება რა. თან მე ვკითხულობდი რაღაცა ჭკობიანი ტრეკშენ კონტროლი აქვს თამათ, ეს რაღაცა პოსტა ტრეკშენ. მაშინ კარგ საღამოს გისურვებთ, უღრმესი მადლობა და იმედია კარგად ვიხმარ და ეხა პირველად მაცვია სატესტოდ. ზომა შეარჩიეთ უეჭველი ზუსტად. მნიშვნელობა არ აქვს ეს ბრენდი იქნება, სხვა ბრენდი იქნება. პირველ რიგში იმიტომ რომ რა თქმა უნდა რომ სადაც უნდა იყოს ეს დაცვა, იქ თუ არ არის, არაფერს არ იზავს. თუ ეს ბადე ძალიან მოფლაშული არის და რაღაც მომენტში გასრიალებისას გადაგძვრა კანიდან, რა თქმა უნდა თან წაიყოლებს იმ დამცავ საშუალებას და აღარ იქნება იდახვთან და სხვაგან იქნება და არ დაგიცავს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, უნდა კონდეს კარგად მომდგარი. ეხა ვიცი რომ ბევრ შეიძლება არ მოგწონთ ვიზუალურად ეგეთი 300 დრო იცვლება, ყველაფერი იცვლება. ფაქტია რომ თუ სწორ ადგილას არ დგას მოტოეკიპირება, ის უბრალოდ თავის საქმეს არ აკეთებს. და მოტოეკიპირებას არ ვიცავთ იმისთვის, რომ ვიყოთ ლამაზად. პირველ რიგში ვიცავთ იმისთვის, რომ დაგვიცვას. მიყვარს ხოლმე ისეთ ადგილას დაყენება, საიდანაც ჩანვართ.
აუცილებლად დასასმელი არის მუდმივ დენზე. რომ power bank-იდან არ მიწევდეს ჩართვა იმისთვის, რომ აქ დენის წყარო წამოვიდეს. გამორთვა აქედანო შეგვიძლია, მაგრამ მე უკვე თავიდან ჩართვა რომ მიდება, მოკლედ მიწევს power bank